ირანის რეჟიმი პანიკაში ვარდება, რადგან მხარდაჭერას კარგავს იმ დროს, როცა შეერთებული შტატების ზეწოლა თეირანის ყველაზე მგრძნობიარე წერტილზე, ნავთობზე, ჰორმუზის სრუტესა და ჩინეთზე დამოკიდებულებაზე ძლიერდება. ამ სამშაბათს 2026 წლის 28 აპრილს ირანის რეჟიმი სწრაფ გამოსავალს ეძებს, რათა არ დაკარგოს ის ძალა, რაც ჯერ კიდევ დარჩა. მაგრამ ტრამპის მთავრობა ირანს ყველა მხრიდან ალყას არტყამს. წლების განმავლობაში თეირანი დარწმუნებული იყო, რომ პეკინი მისი უსაფრთხო ზურგი იქნებოდა. რეჟიმმა საკუთარ ხალხს მიყიდა იდეა, რომ ჩინეთი იქნებოდა მომავალი, დიდი მყიდველი და სანქციებისგან დამცავი ფარი. ომამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ნავთობის ექსპორტის 97% ჩინეთში მიდიოდა. პარალელური გემები, დამალული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სანქცირებული ბანკები და ალტერნატიული ფინანსური მარშრუტები შეიქმნა ერთი მიზნით. ნავთობი კვლავ გავიდოდა ქვეყნიდან და ფული კვლავ შემოდიოდა. მაგრამ ეს ფსონი თავად რეჟიმის წინააღმდეგ შემოტრიალდა. ჩინეთი ყიდულობს ირანულ ნავთობს, მაგრამ მხოლოდ ირანზე არ არის დამოკიდებული. პეკინს სჭირდება ჰორმუზის სრუტე ღია იყოს, რათა ენერგიის ნაკადი შენარჩუნდეს სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნიდან, როგორიცაა საუდის არაბეთი, ყატარი, ქუეითი და ბაჰრეინი. ამიტომ სი ძინპინმა დაიცვა პოზიცია, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება უნდა შენარჩუნდეს. მან განაცხადა, რომ ეს ემსახურება რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს. თეირანისთვის ეს მკაცრი გზავნილი იყო. ჩინეთს სურს სტაბილურობა და არა მუდმივი კრიზისი, რომელიც აიათოლების მიერ არის შექმნილი. აი სწორედ აქ ჩნდება იზოლაცია მთელი ძალით, ამასაც მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე იყო გამოწერილი, რომ კარგად ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ირანმა სცადა ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება, რომ სოფლიოზე ზეწოლა მოეხდინა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი მყიდველებიც დააწვა. როცა გემები არიდებენ თავს ამ რეგიონს, ნავთობის ფასი იზრდება, გაზი ძვირდება, პლასტიკი მძიმე ტვირთად აწვება ინდუსტრიას, ტრანსპორტი გზნობს შოკს და ჩინეთი ზარალს ითვლის. პეკინი საჯაროდ შეიძლება აკრიტიკებდეს ვაშინგტონს, მაგრამ არ სურს საკუთარი ეკონომიკა რისკის ქვეშ დააყენოს ირანის რეჟიმის გადასარჩენად. ზეწოლა უკვე ჩინეთის ეკონომიკასაც შეეხო. ბოლო დროინდელმა რეპორტაჟებმა აჩვენეს, რომ ავტომობილების გაყიდვები შემცირდა, ქარხნები ამცირებენ წარმოების ტემპს და სათამაშოების საწარმოები იხურება ენერგიისა და პლასტმასის ფასების ზრდასთან დაკავშირებული ხარჯების გამო. აპრილში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ თვის პირველ 19 დღეში ავტომობილების გაყიდვები 26%-ით შემცირდა, ხოლო წარმოება ორ პირველ კვირაში 27%-ით ნაკლები იყო. ამ ტიპის მონაცემები ცვლის პეკინის პოლიტიკურ გათვლებს, რადგან აჩვენებს, რომ ჰორმუზის კრიზისი უკვე აღარ არის შორს. თეირანისთვის ეს სიგნალი სერიოზულია. როდესაც ტკივილი ჩინეთის ინდუსტრიამდე აღწევს, პეკინის მოთმინება მცირდება. ირანი ვეღარ ყიდის კრიზისს როგორც სტრატეგიულ გამარჯვებას. თუ ჰორმუზი არასტაბილური ხდება, თუ გემები ამცირებენ მოძრაობას და ენერგია ძვირდება, რეჟიმი პრობლემად აღიქმება. მათ შორის იმათთვისაც კი, ვინც ადრე სარგებელს იღებდა ირანული ნავთობის ფასდაკლებით შეძენით. ამავე დროს შეერთებული შტატები აჭერს ყველაზე სუსტ წერტილს ისლამური რესპუბლიკის. ვაშინგტონი ინარჩუნებს ზეწოლას. ირანთან დაკავშირებული გემების წინააღმდეგ თეთრმა სახმა განიხილა ირანის ახალი წინადადება ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრაზე. მაგრამ ნათლად მიანიშნა, რომ ძირითადი მოთხოვნები არ შეცვლილა. ეს წინადადება აჩვენებს ზეწოლის მასშტაბს. აქსიოსის ინფორმაციით, თეირანმა შეერთებულ შტატებს გადასცა შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ომის დასრულების შესახებ, თუმცა ცდილობს ბირთვული მოლაპარაკებები მოგვიანებისთვის გადადოს. გეგმა სავარაუდოდ პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით იქნა გაგზავნილი. ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მაგრამ ამ შეთავაზებას ვაშინგტონისთვის აშკარა პრობლემა აქვს. თუ შეერთებული შტატები ახლა მოხსნის ბლოკადას და დაასრულებს ომს ბირთვული შეთანხმების გარეშე, თეირანი ეკონომიკურად ამოისუნთქებს, მოიპოვებს სუნთქვის საშუალებას და ყველაზე საშიშ ბარათს მომავალ მოლაპარაკებებში შეინარჩუნებს. რეჟიმს სურს ჯერ ბლოკადის საკითხი მოაგვაროს, რადგან ტკივილი დაუყოვნებლივ იგრძნობა. ვაშინგტონი კი ამ ტკივილის გამოყენებას უფრო დიდი დათმობის მისაღებად ცდილობს. ზეწოლა ასევე ირანის ნავთობის ლოგისტიკასაც ეხება. მიმდინარე სიახლეების მიხედვით თეირანი იყენებს ძველ გემებს როგორც მცურავ საცავებს და ცდილობს დრო მოიგოს ძველი რეზერვუარებით, რადგან არ სურს ნავთობის საბადოების გათიშვა. ეს საკითხი გადამწყვეტია. ნავთობის საბადო ჩვეულებრივი ონკანივით არ მუშაობს.
წარმოების შეჩერებამ შეიძლება ტექნიკური დაზიანებები, სიმძლავრის დაკარგვა და გრძელვადიანი ზარალი გამოიწვიოს. დონალდ ტრამპმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როცა განაცხადა, რომ ირანს ცოტა დრო დარჩებოდა, სანამ მისი წარმოების სისტემები სერიოზულ კრიზისს შეეჯახებოდა. ეს განცხადება ამყარებს ამერიკის სტრატეგიას, შეინარჩუნოს ზეწოლა, სანამ თეირანი არ დათმობს. გემების და საცავის სივრცის გარეშე, როცა ნავთობის გატანა შეფერხებულია, რეჟიმი კარგავს ფულს, დროს და მანევრის შესაძლებლობას. ბაზარიც ნერვიულად რეაგირებს. მიუხედავად ირანის წინადადებისა ჰორმუზის ხელახლა გახსნის შესახებ, ნავთობის ფასები გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ ინვესტორებმა ეს შეთავაზება არ აღიქვეს როგორც დაუყოვნებელი გამოსავალი. პირიქით, ბაზარმა გაიგო, რომ ჯერ კიდევ არსებობს რისკი, გაურკვევლობა და ეჭვი თეირანის რეალურ მზადყოფნაზე, მიიღოს ამერიკული მოთხოვნები. დიპლომატიურ ასპარეზზე რეჟიმი ცდილობს სხვადასხვა გზით თავი დააღწიოს სიტუაციას. ის ეძებს მოლაპარაკებებს პაკისტანში, ომანს მიმართავს, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობა ჩინეთთან და ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. მაგრამ ეს ნაბიჯი სისუსტეს აჩვენებს და არა ძალას. ვინც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ახლა ჰორმუზის გახსნას არ შემოგთავაზებს და ბირთვულ თემას შემდეგისთვის არ გადადებს. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიც ასევე ექვემდებარება რისკს. წლების განმავლობაში ამ ძალამ თავისი ძალაუფლების ნაწილი დამალულ ეკონომიკურ ქსელებზე, სანქცირებულ ვაჭრობაზე, პარალელურ მარშრუტებსა და სტრატეგიულ სექტორებზე გავლენაზე ააგო. ეხლა ეს სტრუქტურა პირდაპირი დარტყმის წინაშეა. თუ ნავთობი არ დადის, ფული არ შემოდის. თუ ჩინეთი უკან იხევს, ფასდაკლება მნიშვნელობას კარგავს. თუ ჰორმუზი ყველასთვის პრობლემად იქცევა, ირანი აღარ იქნება უბრალოდ არასასურველი პარტნიორი და გლობალურ რისკად გადაიქცევა. ხარდაჭერის დაკარგვა არ ნიშნავს, რომ ყველამ საჯაროდ მიატოვა თეირანი. ჩინეთი და რუსეთი კვლავ აკრიტიკებენ შეერთებულ შტატებს და დიპლომატიაზე საუბრობენ. მაგრამ რეალური მხარდაჭერა ფასით იზომება. ამ ეტაპზე არავის სურს ძვირი გადაიხადოს ირანის ესკალაციის შესანარჩუნებლად. პეკინს კი თავისუფალი გავლა სურს. მოსკოვი შეიძლება მიიღოს ირანის ოფიციალური პირები, მაგრამ ის ჩინეთის ბაზარს ვერ ჩაანაცვლებს. გოლფის ქვეყნები ასევე არ სურთ, რომ რეჟიმმა მნიშვნელოვანი მარშრუტი შანტაჟის იარაღად აქციოს. შეერთებული შტატებისთვის კი ეს მომენტი სტრატეგიული უპირატესობის დროა. ვაშინგტონს არ ჭირდება ნაჩქარევი წინადადების მიღება, თუ ის მხოლოდ რეჟიმს მისცემს სუნთქვის საშუალებას და ბირთვულ საკითხს არ მოაგვარებს. თეთრი სახლი იცის, რომ თეირანი ცდილობს საკითხების განცალკევებას. ჯერ ბლოკადის შემსუბუქება, შემდეგ ურანზე საუბარი, მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი რისკი. თუ ბლოკადა მოიხსნება სერიოზული დათმობების გარეშე, რეჟიმი მოიპოვებს დროს, რათა თავისი ეკონომიკა გადააწყოს და მოლაპარაკების მაგიდას ნაკლები ზეწოლით დაუბრუნდეს. თეირანის პანიკა სწორედ ამ კომბინაციიდან მოდის. ჩინეთს სტაბილურობა სურს, ბაზარს კი უსაფრთხოება. შეერთებული შტატები ზეწოლას აგრძელებს. ირანულ ნავთობს ბარიერები ხვდება. და რეჟიმის დიპლომატია უფრო გადარჩენის მცდელობას გავს, ვიდრე ძალის დემონსტრირებას. ირანმა სცადა ეჩვენებინა, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით მსოფლიოს შეარყევდა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი დამოკიდებულება გამოავლინა. და დონალდ ტრამპმა ზუსტად ის გზა იპოვა, როგორ გაესინჯა ჯადოქარს საკუთარი ჯადოსნობა. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთოთ Milson Always News-ის საზოგადოებაში.